უნიკალური შემთხვევა. მოდი, აი უფრო ახლო კადრიდან ეხლა ხო შორიდან იყო ამის მონაკვეთები უბრალოდ ახლოდანაც ვნახოთ, იმიტომ რომ ეს კარგად უნდა ნახოს ხალხმა რანაირი ლაპარაკი მიდის. Excuse me. That was with Obama, who gave you sheets, and I gave you javelins. Yes. I gave you the javelins to take out all those tanks. Obama gave you sheets. In fact, the statement is Obama gave sheets and Trump gave javelins. You got to be more thankful, because let me tell you, you don't have the cards. With us, you have the cards, but without us, you don't have any cards. აი ეს რაც კიდე ერთხელ თარგმნოთ, ეს რაც ვილაპარაკეთ, გაიხსენე, შენ უნდა იყო მადლიერი, ობამამ მოგცა გადასაფარებლები და ჩვენ მოგეცით ჯაველინები, ეს კარგად ყველამ დაიმახსოვროს, კარგად მოინიშნეთ, ობამამ მოგცა გადასაფარებლები, ჩვენ მოგეცით ჯაველინები, შენ მადლიერი უნდა იყო, ჩვენ გარეშე შენ არაფერი კარტები არ გაქვს, ჩვენთან ერთად კარტები გაქვს, მაგრამ ჩვენ გარეშე არაფერი კარტები არ გაქვს, გაითვალისწინე. უბრალოდ რა არის? აი, მან თარგმანში თქვათ კარგად არ გამოხატავს რა მოხდა მან. მან სინამდვილეში ის ტრამპი პიარულ ლოზუნგებს უსვავს ხაზს. და ობამა იძლევა გადასახარებლებს, ტრამპი იძლევა ჯაველინებს. ანუ მან აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ხდება. ანუ ის ზელენსკი ასე გაოგნებული ზის ჩამოვიდა თავისი ბავშვი ანუ თავისი ქვეყნის რანაირი ბედი წყდება იცი ტერიტორიები დაკარგა ომი წააგო ფულსაც ართმევენ ეხლა ზევიდან ხო აი ესეთი რაღაც ხდება და გაოგნებული უსმენს ამათი მეტზეა უსმენს გაოგნებული და ტრამპი ამ დროს რაზე ნერვიულობს აი რაზე ფიქრობს ტრამპი ფიქრობს ბაიდენმა შენ მოგადიელები ხო და მე მოგეცი ჯაველინები ანუ ხალხო ყველამ დავიმახსოვროთ ტრამპი იძლევა ჯაველინებს ბაიდენი ობამა იძლევა ისა ობამა ხო ანუ აქ რანაირი რაღაცა ხდება იცი მხოლოდ შიდა პიარი იმდენად აღელვებს ტრამპს და ეს გარე საკითხები იმდენად უმნიშვნელოა ამერიკისთვის რომ ზელენსკი მაგაში გამოყენებულია ზელენსკის სინამდვილეში ზელენსკის ბედი იქ ვიღაცები უკრაინის ბედი ზელენსკის ბედს ვინჩივის არა უკრაინის ქვეყნის ბედი ანუ ჩვეულებრივად დახმარებაზე როცა მიდის ლაპარაკი რაღაცა ფულის მიცემას და ასე შემდეგ სინამდვილეში უნდა გვესმოდეს ყველაფერი რომ აი ასეთ დონეზეა კიდე რაზე ასეთ დონეზე აღება აი ვიღაცა კიდე ხო ბოდიში ერთ ჩაომატებ და მე შენ გააგზელ გიო რა აი ვიღაცა პრო დასავლელი ახალგაზრდა რომელიც ეხა დგას რუსთაველის გამზირზე და ევროკავშირის დროშას იქნევს რატო იცი რომ აი ამერიკა დაინახავს რომ ის ძალიან პროევროპელია და ამერიკა მოხედავს აი მაგ ადამიანმა უნდა ნახოს კაცო ეს კადრები შენ არა გაქვს ეგეთი დროშა საკნევი რო გადააჭარბო იმას რაც გააკეთა უკრაინამ და უკრაინას ეხა რას აკეთებენ იცი უკრაინის პრეზიდენტი ჩაიყვანეს და მე მაგალითად ეგეთი სლენგი არსებობს ეგეთი რაღაცა ცოტა არა ნორმატიული გამოთქმა არსებობს რომ აი ვიღაცა ნასოსივით აკაჩავესო რა აი ეგ გაუკეთეს ბიჭო რა დონეზე ნასოსივით აკაჩავეს იცი აი შოთა ჩავაგდე ძალიან კატასტროფა გაუკეთეს კი აი ამას ვაჩვენებ ახლა გიორგიმ რა ჩა აი უბრალოდ ნახე რაზე ასე ვთქვათ ბოდიში და უტრაქტება კიდევ აი დამატებით რას ეუბნება ვაჩვენ She the highest level this country's office and you refuse to wear a suit. Just want to see, do you own a suit? Yeah, problems. A lot of Americans have problems with you not respecting the duties of this office. I will wear a costume after. З приводу костюма, коли він переодягнеться вже з форми на костюм. Maybe something like yours, yes. Maybe something better, I don't know. We will see. Maybe something cheaper. Ми подивимося. Можливо, я колись одягну костюм. ვიღაცა ეკითხება რომ საერთოდ ეს კოსტუმი გააქვთ რაჭაკი რატო არ გაცვიაო? აი პირდაპირ ეგ უკითხეს, რომ პიჯაკი რატო არ გაცვიაო? ბევრი ამერიკელს არ მოწონს, რომ ამერიკის პრეზიდენტთან როზი ხარო, ეგრე რატო ხარ ოფიციალურად რატო აი და მოდი რატო ხუდია რატო არ გახურავ? მართლა ეგ ხდება, ბიჭო. არა, იმანაც მარტივია, რაც უპასუხა, ისიც გადავთარგმნოთ. ზელენსკიმ უპასუხა, რომ კარგიო, მაშინ ჩავიც შემდეგ შეხვედრაზე ჩავიცვალ. არა, ომის შემდეგ.
ომის შემდეგ შევიცვალო. ან შენაირს ჩავიცვალო, ან შენზე უკეთეს რამეს, ან შეიძლება შენზე იაფიანი ჩავიცვალო. ბიჭო, ტიპი ჩაიყვარს და ქუდი რატო არ გახურავს ტიპის პრეტენზიებით აკაჩავ. ეს ნახე ახლა რაღაცებს გვეცინება. რა მეცინება? ეს არის ტრაგედია, ეს არის კატასტროფა. ეს არის როგორი რაღაცა, იცი? მორალური თვალსაზრისით ასე მდგომარეობაში ჩაგდება ეს საკუთარი მოკავშირის ბიჭო ანუ მაგალითს მოვიყო ანუ ნახე ასეთი გადაგდება ჩვენ ახლა სინამდვილეში ვერც ვილაპარაკებთ პირდაპირ ყველაფერზე შეფასებას პირდაპირ ვერ გაუკეთებთ იქიდან გამომდინარე რომ ნუ საქართველოს თავისი ინტერესები აქვს და მიგვაჩნია რომ ხო რაღაცა უსამართლობებზეც კი შეიძლება მანდედან გამომდინარე გაჩუმება ხილად ილაპარაკოს და ფრთხილად ილაპარაკოს იმიტომ რომ რანაირ რეალობაში ცხოვრობ შეიძლება გადაგვატეხონ თავზე ყველა მხრიდან და კიდე მოусვინოთ აი ეს სანამ ჩართავ აი რას გავიხსენებ იცი ყარაბახის ომი რომ მორჩა აი ალიევი პაშინიანს რანაირად მიმართავდა ხოლმე ხო გახსოვთ აი რომ დაცინოდა ხოლმე და მაშინ ვფიქრობდით რომ ბიჭო აი ხა რავი გასაგებია ხა დამარცხებული მტერია მაგრამ რამდენად აწყობს ხა აზერბაიჯანს ესე დამცირება დამარცხებული მტრის პიარულად ანუ რაღაც ბონუსებია ქვეყნის შიგნით მაგრამ რაღაც დაზიანებებია ქვეყნის გარეთ აი ფაშინიანს ომი რომ მოუგო ალიევმა ესეთი შეურაცხყოფები არ მიუყენებია იმისთვის აი ეხლა ზელენსკის რასაც უშვებიან აი რა გაუპატიო საჯაროდ შენ საუბრობ საჯაროდ ხო აი საჯაროდ რა თუ გვაქვს კიდე რაღაცა გაუშვა და მეც მოდი ტრამპის სასარგებლოდ რაღაცას ვიტყვი მოდი აი რაღაცა კი არ გვაქვს რამდენიმე ვიდეო გვაქვს მე თანდათან გაუშვათ იმიტომ რომ აგერ რაღაც ნახეთ როგორ ეჯავრება პუტინი ასეთებს ელაპარაკებიან ხო აი მოდი გიორგის ვაცავთ ახლა იმიტომ რომ ძალიან შევჭამეთ დრო და არ ვაცალ გიორგის საუბარი ესენი ბოლოს ვიჩვენოთ მე ვიდეოების მე Yes, but if you are not Mr. President, with respect, I think it's disrespectful for you to come to the Oval Office and try to litigate this in front of the American media. Right now, you guys are going around and forcing conscripts to the front lines because you have manpower problems. You should be thanking the president for trying to bring it into this conflict. Have you ever been to Ukraine that you... ანუ თქვენ ახლა არა კონსტრუქციულად იქცევით ეს არ არის პატივისცემის გამოხატულება როგორც თქვენ იქცევით თქვენ აქ ზიხართ და გვეყამათებით თქვენ მიერეკებით მობილიზებულებს ფრონტისკენ იმიტომ რომ ძალიან ცოტა ცოცხალი ძალა გაქვთ დარჩენილიო და მაგას ზელენსკი მოთხრა რომ ხوار ჩამოხვიდოდი უკრაინაში და შენ თვითონ ხوار ნახავდიო მოდი გავაგრძელოთ I've actually watched and seen the stories, and I know what happens is you bring them on a propaganda tour, Mr. President. Do you disagree that you've had problems bringing people into your military? And do you think that it's respectful to come to the Oval Office of the United States of America and attack the administration that is trying to prevent the destruction of your country? A lot of questions. ანუ თქვენ ზელენსკი ეკითხება თქვენ საერთოდ იცით რა პრობლემები გვაქვს დამყოფი ხართ უკრაინაში ახლა აქეთ მელაპარაკებით პრობლემებზე და მამაზე ვენსი პასუხობს მე ნუ შორიდან ინფორმაციას ვიღებ და მე ნანახი მაქო თქვენო პროპაგანდისტურებს აწყობთო მან და ხალხი ჩაყავთო და კი ახლა ისეთი brave ტიპები ყავთო მაგრამ თქვენ მან პროპაგანდას ატარებთო და შენო რა უარყოფო პრობლემები რო გაქო და ეს ძალიან შეურაცხყოფელია და უპატივცემლობის გამოხატულება რომ თქვენ აქ ჩამოდიხარ და ცდილობთ ამერიკის ოვალურ ოფისში უტევთ იმ ადმინისტრაციას რომელიც მაგ პრობლემებს ანუ ნახეთ როგორ გაფორმდა ზელენსკის უთხრეს რომ შენ აქ რო ჩამოხვედი და როგორც ლაპარაკობ ისე ლაპარაკობ უტევ ამ ადმინისტრაციას გვაქვს კიდე? კი. Let's start from the beginning. Sure. First of all, during the war, everybody has problems. Even you, but you have nice ocean and don't feel now, but you will feel it in the future. God bless. You don't know that. God bless. God bless. You will not have a war. Don't tell us what we're going to feel. We're trying to solve a problem. Don't tell us what we're going to feel. I'm not telling you. Because you're in no position to dictate that. Remember this. I'm not you're in no position to dictate what we're going to feel.
We're going to feel very good. We're going to feel very good and very strong. You will feel influence. You're right now not in a very good position. You've allowed yourself to be in a very bad position, and he happens to be right about it. From the very beginning. ანუ ზელენსკი ეუბნება, რომ ყოველთვის ყველა ქვეყანას, რომელიც ომში იმყოფება, რა თქმა უნდა, პრობლემები აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს პრობლემები, თქვენს გექნებოდათ პრობლემები, ომში რო იყოთ, მაგრამ თქვენ აგერ შუაში გაქვთ დიდი ოკეანე და მაგ თვალსაზრისით კომფორტული მდგომარეობა გაქვთ, მაგრამ ჩვენ თუ დავმარცხდით პრობლემების წინაშე, თქვენ იგრძნობთ პრობლემებს, და ტრამპმა გაუჭედა, რომ შენო ვინ გეკითხებაო, საერთოდ რანაირად გვეუბნებით ჩვენ რას ვიგრძნობთ, ჩვენ თავს ძალიან კარგად ვიგრძნობთ. ანუ ტრამპი რას ეუბნება, იცი? ეხლა თქვენო რო წააგებთო, ჩვენო თავს კარგად ვიგრძნობთო და შენ ვინ ახარ რომ მაგას გვეუბნები რომ თავს ცუდად ვიგრძნობ. გავაგრძელოთ, მოდი კიდე აქ უნაკვეთი. You're not in a good position. You don't have the cards right now. With us, you start having cards. Right now, you don't. You're playing cards. You're playing cards. You're gambling with the lives of millions of people. You're gambling with World War III. You're gambling with World War III. And what you're doing is very disrespectful to the country, this country. It's back to you. Far more than a lot of people said they should have. Have you said thank you once? ანუ თქვენ ძალიან სულ მდგომარეობაში ხართ, თქვენ გაქვთ სუსტი პოზიციები, თქვენ არა გაქვთ კარტები ხელში და ამას ეთამაშებით ცეცხლ. ხო, ამას ზელენსკი გამოიწვიოთ მესამე სოფლიო ომი. ხო, ამას ზელენსკი პასუხობს, მე კარტებს არ ვთამაშობ, მე აქ პრეზიდენტი ვარ და ვცდილობ სერიოზულად ლაპარაკო. სერიოზულად ვილაპარაკო და თქვენ ძალიან უპატივცემლოდ იქცევით, თქვენ სულ მდგომარეობაში თამაშობთ კარტებს, თქვენ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლებით და მესამე სოფლიო ომით თამაშობთ. მე 16 წამი დარჩა, მოდი ამას წუყუროთ და A lot of times. No, in this Even entire today, meeting, you said thank even you. today. You went to Pennsylvania and campaigned for the opposition in October. Offer some words of appreciation for the United States of America and the president who's trying to save your country. თქვენ ეს უკვე წეღანს ვთარგმნოთ, თქვენ ჩასული იყავით პენსილვანიაში და მოწინააღმდეგე ბანაკის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდით პრეზიდენტის წინააღმდეგ, ჯობია პატივისცემა აჩვენოთ პრეზიდენტს, რომელმაც თქვენი ქვეყნის გადარჩენა ეხლა რომელიც ცდილობს, მოიქეცით პატივისცემით. ხო, უყურე როგორი სიტუაცია. სინამდვილეში ხა ადამიანურად მართლა ძალიან საცოდაობა იყო ზელენსკისთვის ეს რაც რა დღეშიც აღმოჩნდა, მაგრამ მე რატო ვთქვი, რომ აი ვიტყვი ზელენსკის წინააღმდეგ რაღაცას. აბა რა ეგონა ზელენსკის? ეგ სწორია. ანუ რა გეგონა? არ უნდა გონებოდა, რომ შენ როდესაც ამხელა ქვეყნის ის გინდა ხელმძღვანელობა და ასეთ რაღაცებს არ ითვალისწინებ. ხო, ესე იგი ღირსი ხარ, რაც გჭირს, კაცო. შენ კიდევ ჯანდაბა ზელენსკის პირადად რა შეიძლება მოუვიდეს, ბოლო-ბოლო გადააყენებენ და მორჩა და წავა სადღაც რაღაც გააგრძელებს თავის ყოფილ იმ საქმიანობას, კომედიას და უკრაინას მოუწევს ეხა აქ რა სცენას დაიდგა, ამაზე პასუხის გაცემა და ამაზე, ასე ვთქვათ, საკუთარ ზულზე და ტყავზე უკრაინა გადაიტანს ამ ყველაფერს. ამას ეხა ტრამპი ისე კი არ დატოვებს ამ სცენას. შესაბამისად, კაცო, შენ როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი უნდა გათვალო. არ უნდა აღმოჩნდე ისეთ მდგომარეობაში, სადაც ამხელა მეზობელთან ტრულ მდგომარეობაში აღმოჩნდები და ვინც მეგობარი გეგონა და ვინც მოკავშირე გეგონა, მე ასეთ მდგომარეობაში მოკავშირეთანაც არ უნდა აღმოჩნდე. ეგაა პასუხისგებლობა. ეგ ცალსახად ეგრეა. თავისი წილი ამორალობამდე არასწორი ნაბიჯები ზელენსკის მთავრობას რა თქმა უნდა ცალსახად აქვს გადადგმული. უბრალოდ ამის განურჩევლად, ხო? ისინი რანაირადაც ელაპარაკებიან და რანაირადაც ექცევიან. ანუ მაგითი რა ჩანს, იცი? ამაზე წამსვლელ ხალხთან გვაქვს ხო საქმე. ის ამათ რამე მორალი კი არა აქვს. ეს საუბარი რომ მიდიოდა, ცოტა რას გავდა, იცი? ის რო არის გელი და კრავის ის რო არის რა, დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასულია მართალიო რა.
ანუ მან ორივენაირად შეიძლება დააყენო საკითხი ხარ რაღაც ცხვარი რო ხარ და მგელთან რო რაღაცა იურიდიული დისკუსია გამართული რო ვერაცნობიერებ ვის ელაპარაკებ ეგ რა თქმა უნდა შენი ბრალია მაგრამ ისიც მგელია კაცო იმაზე ვიღაცებს ხო ქონდათ ეგეთი ილუზიები რომ ამერიკელები არიან რაღაც კოსმიური სამართლიანობის აგენტები დედამიწაზე და ეხლა ზელენსკის რანაირადაც ელაპარაკებიან ეგ უნდა აი ეს ინტერვიუ ეს ბრიფინგი უბრალოდ ეს უნდა იყოს საზეპირო საქართველოში აი შეიძლება რავი განათლების სისტემაში შეიტანო რაღაც დამამთავრებელ კლასებში რომ აი პოლიტიკა როგორ მუშაობს ბავშვებო ისწავლე სასარგებლოსაც მინდა ვთქვა რაღაც კი შენ რაც თქვი მაგაში სრულად გეთანხმები რომ სინამდვილეში ზელენსკის უნდა ეფიქრა პირველ რიგში, იმიტომ რომ შენი ქვეყნის ბედი როცა წყდება ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, იმაზე მეტად შენ უნდა დაფიქრდე და ყველაფერი, უბრალოდ სხვა რაღაცას გულისხმობ. აი რა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობამ, უყურე, ამერიკა ხო საკითხს ასე ფუთავდა. ამერიკა საკითხს ეგრე აყენებდა, რომ რაღაცა ის სიკეთეა და დემოკრატიისთვის იბრძვის სხვაგან, ღირებულებებისთვის იბრძვის სხვაგან და ასე ფუთავს რაღაცებს, ასე წარმოაჩენს თავს, ხო? და ვიღაცა ვთქვათ, ნუ კი ბატონო, რაღაცა გაუნათლებლობით იქნება ეს თუ მიამიტობით თუ პოლიტიკის არცოდნით თუ ასე შემდეგ დაიჯერა ეს ამერიკის შეფუთვა, დაიჯერა, ხო? ასეთი რაღაცა ხდება. საქართველოში რა უნდა ესმოდეს, იცი? ეხლა არის ის მომენტი, როცა ირკვევა, რომ ის ყველაფერი ტყუილი ყოფილა. და აქ საქართველოს უნდა გაარკვიოს აუცილებლად. არ შეიძლება ამ მომენტში, როცა ეს ყველაფერი თვალსაჩინო ხდება, ამ სიტუაციაში ჩვენ მაინც დაბნეულები აღვ.